მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, რომ ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე. ამის დასტური გახდათ ეხლახანს ვიზიტი ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის საგარეო საქმეთა მინისტრისა, რომელიც ჩამოვიდა აქ და სრული დემარში მოახდინა. პირველი ის, რომ მან ფაქტობრივად დაუჭირა აი ამ დივერსანტებს ხარი, შემდგომ აქ გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმავდროულად არის კარგად მოგეხსენებათ ევროპული ინსტიტუციის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი. და ამ ადამიანმა ფაქტობრივად თქვა ის, რასაც ფიქრობს დასავლეთის ქვეყნები, რომ საქართველო როგორც ჩანს, მუდმივად იქნება ესეთი შანტაჟის ქვეშ. აი, ბევრი ახლა ლაპარაკობს, დასავლეთი ჩამოიშალა, იქ პრობლემებია, ვინღა მოიცლის ჩვენთვის. ამათ ჩვენთვის მოსაცლელი კბილი ყოველთვის ექნებათ, რომ საქართველოს გაკრან. იმიტომ რომ აქ ჩადებული აქვს უდიდესი ფული, მილიარდობით დოლარი. და ეხლა ამ ფულის დაკარგვა არ უნდათ, იმიტომ რომ რეალურად ეს ფული ფაქტია, რომ ითხოვს გარკვეულ შემდგომ პროცესების განვითარებისადმი რაღაცა შესაბამის მოქმედებებს. ანუ თხოვენ ეხლა უკვე ის ადამიანები, საიდანაც ეს ფული წამოვიდა, რომ რისთვის დავხარჯეთ ეს ფული თუ საქართველო იქნება დაკარგული. და ამიტომაც არის ეხლა რომ ცდილობენ რომ აქ მოახდინონ გარკვეული რევოლუციური სცენარით გადატრიალება ხელისუფლების. და ხედავთ, რომ ევროპელი ელჩები დადიან, განცხადებებს აკეთებენ, დემარში არის და არ ყევენ ქვეყანას რა, არ ყევენ ქვეყანას, მაგრამ რა გამოვა აქიდან არ ვიცით. დღეს ჩვენ ამ თემებზე ყავს სასაუბროთ მოწვეული სტუმარი ბატონი მიხეილ ჟღენტი, სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მივესალმებით პატრიოტულ მაყურებელს. აი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აი ამ გუშინ წინდელ ვოიაჟზე რო ვილაპარაკოთ. რა განცხადებებიც ეს გაკეთდა. ეხლა ეს ქალბატონი ხო მარტო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. ეს ქალბატონი წარმოადგენს ევროსაბჭოს. და ეს არის მაღალი ინსტიტუცია. აი, როცა ასეთი ტრიბუნიდან შენ ასეთ დემარშებს გიწყობენ, აი სხვა რაზე საერთოდ საუბარი. და მე ჩვენ აი გვაქვს უფლება სამხრივ მეგობრობაში ვიყოთ ამ ხალხთან. და ჩვენ ხო ვამბობთ, რომ კი თავზე გვიკეთებთ, ყველაფერს გვიშვებით, მაგრამ მაინც სამხრივ მეგობრობაში ვართ. აი როდის დასრულდება ეს სამხრივ მეგობრობა, თქვენ როგორ ფიქრობთ? სამხრივ მეგობრობა დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ევროპის ინტერესები და ევროპა ჩათვლის, რომ ის მიზანი, რომელიც მათ დაისახეს და მოდით ახლა ვთქვათ, რა არის მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, რისთვის არის ეს ყველაფერი, რისთვის ჭირდება საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა ეს პოსტსაბჭოური თუ პოსტსოციალისტური ქვეყნები ამ შემთხვევაში, რომელიც არიან ევროკავშირის წევრები. უმრავლესობა არის. მთავარი ამოცანა, ბატონ ნიკოლოზ, აქ იყო ის, რომ რუსეთი როგორმე უნდა დამარცხდეს. ანუ ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღეს ახლა არის ევროპაში, ეს არის აისბერგის თავი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ძირითადი პრობლემები ჯერ არ ჩანს. დაახლოებით მახსენდება 85, 86, 87 წლები, როდესაც საბჭოთა კავშირის მდგომარეობა ზოგიერთისთვის იყო ცნობილი, მაგრამ ძირითადი მოსახლეობის ნაწილი ამას ვერ ხვდებოდა, თუ ძალიან ინფორმირებული არ იყო ადამიანი და ეგონა რომ ეს გაგრძელდებოდა 10 წლეულები და იყო ხალხი, რომელიც ამას ხვდებოდნენ და ამაზე იყო საუბარი და ეს სხვა ისტორიაა, დღეს მაგას ნუ შევეხებით. რა ამოცანა აქვს ევროპას? ევროპას ერთადერთი შანსი გადარჩენის ეს არის რუსეთის აფეთქება და ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რა თქმა უნდა შიდა აფეთქებაზე, იმიტომ რომ რუსეთის გარედან ასე ვთქვათ დამონება, გარედან ოკუპირება აჩვენა 1812 წელმა
აჩვენა 45 წელმა და რასთავარია აჩვენა 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ვლადიმერ პუტინი მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში და პრაქტიკულად გადაარჩინა ქვეყანა აი იმ გარდაუვალ კრახს, რომელიც მაშინ რუსეთს ელოდა და ჩვენ კარგად გვახსოვს ამ მდგომარეობაში იყო რუსეთის რეგიონები, თითქმის გამოყოფაზე იყო საუბარი და რამდენიმე 6 თუ 7 ქვეყანა 7 ახალ წარმოქმნილი სახელმწიფოს ციხესწილობდნენ დასავლელები. მოხდა ის რაც მოხდა და ჩვენ დავინახეთ ერთი ძალიან საინტერესო რამ. დასავლეთ სხვა გზა აღარ აქვს. აი ნახეთ ის გერმანული ეკონომიკის აღზევება, რაზე იყო დამყარებული, რაზე იყო დაფუძნებული. ძირითადად ეს იყო იაფი გაზი, რომელიც 60-იან წლებში მოხდა გატარება ამ დიდი გაზის მაგისტრალის და შედიოდა ევროპის ტერიტორიაზე და ხაბი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. რა თქმა უნდა, ისტორიულად საბჭოთა კავშირის გარკვეული პრობლემები ჰქონდა ტექნოლოგიებთან და გაიცვალა დიდი დიამეტრის მილებს აწვდიდა გერმანია და დასავლეთ ევროპა რუსეთს, ხოლო რუსეთი აწვდიდა სანაცვლოდ გაზს. 2000-იან წლებიდან, ხო ისტორიასაც რომ მივყვეთ, 2000 წლებიდან ეს პრობლემა კიდე იდგა, მაგრამ დაახლოებით 2011 წლისთვის გუშინ რამდენიმე დღის წინ უსმენდი ბატონი მილერის გამოსვლას, რომელიც არის გაზპრომის ხელმძღვანელი, მან თქვა, რომ პრაქტიკულად ჩვენ თლიანად ჩავანაცვლეთ დასავლეთის ექსპორტი და ჩვენ აღარ გვჭირდება მათი ეს მსხვილი დიამეტრის გაზი. გერმანიას ბოდიშრომას არ იყო არც ისტორიული მეხსიერება, არც პოლიტიკური წინდახედულობა გადაწყვიტა, რომ რუსეთი უნდა დაამარცხონ ბრძოლის ველზე. და იგივე შეცდომა დაუშვეს და იგივე ნაღმის ველზე შევიდა დასავლეთი ერთადერთი მიზეზით. ის იაფი გაზი უკვე აღარ იყო საკმარისი ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციასთან ერთად მოხდა ესეთი გარიგებასავით. ესე იგი, რუსეთი უნდა დამარცხებულიყო, რუსეთში უნდა მოხდარიყო შიდა არეულობა, რუსეთი უნდა დასუსტებულიყო და როგორც ყოველთვის უნდა მოხდარიყო კარის გადატრიალება დაახლოებით ისეთი, რომელიც იყო პირველი 2005 წელს და მერე თებერვლის 17 თებერვლის რევოლუცია ეს გახლავთ აი მეთოდიშკას რო ეძახიან, აი გაკეთებული ფერადი რევოლუცია, რომელიც იყო ძალიან კარგად შენიღბული და ბრიტანელებმა ამას გაართვეს თავი, მაგრამ მერე მოვიდნენ ბოლშევიკები, აიღეს ხელისუფლება 20000 წევრი იყო ბოლშევიკურ პარტიაში, აიღეს ხელისუფლება და რუსეთი გადაარჩინეს და მერე შლეიფად მიყო ყველა ის პოსტსაბჭოური ქვეყნები, რომლებიც გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები 1922 წელს და საქართველოს რა თქმა უნდა ერთ-ერთი დაფუძნებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან. დასავლეთ დღეს აქ ერთ-ერთი არჩევანი, რაც არ უნდა დაუждდეს, უნდა დაამარცხოს რუსეთი. წინამძღ შემთხვევაში მათი ეკონომიკა ჩამოშლილია. რუსეთი უკვე იაფად აღარ მიყიდის გაზს და რომც მიყიდოს, ეს იაფი გაზის უკვე აღარ უნდა ამის გადამხდელებიც არ არიან დასავლეთში. მიღებული იყო გადაწყვეტილება უკრაინის დამარცხების შედეგად, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შედეგად, უკრაინას წაიღებდა დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის აი ამ იაფ და არნახულ ნედლეულს, წიაღისეულს, მერე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გაიყოფდნენ და აი ამ რესურსზე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15 წელი დასავლეთ ევროპამ, ასე ვთქვათ, დრო გაატარა და ყველაზე მაღალი დონე ქონდა ცხოვრების. აი იმას დაუბრუნდა. ბატონო მიხეილი, მე გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ უყურეთ აქ რა ხდება. აი ხა როგორც მაგალითად ბორდელში, მაგალითად ესე იგი, სადაც მსუბუქი ყოფაქცევების ქალია, სოდომიზმის კერაში ვერ შეხვალ შენი პატიოსნებით, შენი ტრადიციებით. ისე ვერ შეხვალ შენ ამ ევროპის საბჭოში, ევროკავშირში შენი ტრადიციებით. ბევრს ეს არ უნდა გაიგოს. ეხლა ბევრს ისიც არ უნდა გაიგოს, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ევროპა უკვე საერთოდ კატასტროფის პირას არის და აცდა ყველაფერს ზნეობრივ მორალურ სტანდარტს, ესეც არის ამას. და ეხლა აი აგერ ჩვენ რო ვლაპარაკობდით მე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, უთოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ვალტერ ნონერზე. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანი თან შეხვედრა ვერ შედგება, თუ არტის სახელმწიფოებრივ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა. მე გამოვიდა და მაგან კი არ გაუქმა, მე გავაუქმეო შეხვედრაო. ანუ უყურეთ რა ხდება.
უკვე კატასტროფულად იძაბება სიტუაცია დასავლეთსა და საქართველოს შორის. და არა მარტო დასავლეთსა და საქართველოს შორის. აგერ ახლა გუშინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თუ სერბეთს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს, მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. შენ ესე იგი თუ ანტირუსულ პოლიტიკას არ ატარებ, უკვე მოკვეთილი ხარ ყველაგვარი დასავლური სიკეთისაგან. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვიტყუოთ თავი, როგორც აი ეხლა ბოდიში და ცოტა უხეში შედარება, როგორც პატარა ძალს არ აცდება, ისე არ აქვს ჩვენ აი ამ უვიზო მიმოსვლის გაუქმება. ეხლა ვინმეს უნდა ეს, არ უნდა, ფაქტი ერთია, თუ შენ დასავლეთთან არ ითანამშრომლებ ანტირუსულ სანქციებში, თუ შენ არა იქნები აქ რეალურად იმის მატარებელი, რომ რუსეთს პრობლემები შეექმნა, ეს არის გარდაუვალი. რაც არ უნდა ჩვენ ეხლა თავი მოუქონოთ ვიღაცას, რაღაცა ლავირების პოლიტიკა ვაწარმოოთ, ვიღაცას მოვატყუოთ, თვითონ ჩვენი ჭკვი და თვითონ ვისი მომწყუებელი ხარ, ვერ გავა ეს სცენარი. დასავლეთი ყველა ვარიანტში გეტყვი შენ. აირჩიე, ან ხარ ჩვენთან, ან არა და ის სიკეთე, რომელი ბოლო სიკეთეც დაგვრჩა ჩვენა ეს უვიზო მიმოსვლა, აი ამას ემშვიდობები, პლუს ემშვიდობები იმას, რომ აი ხა ყველა ელემენტარულად ნებისმიერი ადამიანი სარგებლობს მაგალითად იმითი, რომ დასავლეთიდან რაღაცა ამანათებს იწერს, რაღაცა კონტაქტ, ესეც ჩაგვეჭრება. ყველანაირ კონტაქტს ჩაგვიჭრიან ესენი, გესმით? კი ბატონო. და ჩვენ ეს უნდა დროზე უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია. ანუ თუ ჩვენ ამას გაგვიკეთებენ, ჩვენ უნდა გადავერთოთ ჩინურ ბაზარზე, გადავერთოთ აზიურ ბაზარზე, გადავერთოთ აღმოსავლეთის ბაზარზე, ირანთან უნდა გქონდეს ვაჭრობა, იმიტომ რომ ქვეყანა შიმშილის ზღვარზე ხო არ უნდა დავაყენოთ. ეხლა მაგალითად აი რუსეთში უკვე ძალიან ისე ფართოდ არის შემოსული ჩინური პროდუქცია ავტომობილების სახით. უკვე აი მაგალითად იაპონურ ავტომობილებზეც უარს ითქვეს და გადავიდნენ ჩინურ ავტოინდუსტრიაზე და მრავლად არის. ჩინური პროდუქცია ჭარბობს, აზიური, პროფესორეთ ნემისი რა ქვია, აღმოსავლეთიდან და თვითონაც უკვე განავითარეს რაღაც გარკვეული სიმძლავრე. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, სხვანაირად ვერ გამოვალთ, ვერ ვითამაშებთ ესე შევარდნაძეს რო ქონდა ლავირების პოლიტიკა გახსოვთ, ამერიკასთანაც უნდა ვიყოთ, რუსეთთანაც ვიყოთ. ესე არ გამოვა, მე ისიც არ გამოვა, აი რაღაცა ბოდიში და რაღაცა ცრუ მოძრაობებმაც ხალხი ცოტა დააბნია, იმიტომ რომ თავიდან აი მაგალითად მე მოვისმინე გოგა ხაინდრავას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი ამბობდა იმას, რომ ჩვენო ევროკავშირისა და აი ამ დასავლეთის მიმართ აი ეს ტოლვაო, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, უნდა ამოვიღოთ. შემდგომ გაკეთდა განცხადება ხელისუფლებიდან, რომ ჩვენ ამას არ ამოვიღებთ. ნუ ეხლა ხალხი დაბნეულია სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ თავიდან იყო ამის გაცხადება, რომ უნდა ამოვიღოთ, მე ვიძახით არ უნდა ამოვიღოთ. მე ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ ნატოსკენ უნდა ვესწრაფოთ და ნატოს მიმართულებით უნდა ვიმოძრავოთ და რაღაცა ჩასულის იყო ჩვენი დელეგაცია. დავინახეთ, რომ ამ ნატოს ძახილმაც ეს ქვეყანა დიდი დილემის წინაშე დააყენა. მე ხა იცით რა არის, მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ნატო არის სისტემა, რომელიც არის აი წითელ მას რო უფრიალებ ხარს დროშას, აი ესეთივე რაღაცა რუსეთისათვის. რამდენი ჩვენ ნატო ვიძახეთ, იმდენი ტერიტორიები დავკარგეთ. და რაღაცა აი ვერ ხვდები, ვერ ვეწევი აი ამ თემებს რაღაცა იმაში ლოგიკაში რა, იცი, თან ამ დასავლეთთან ურთიერთობები დაძაბული გვაქვს. ხედავთ ხო? თან კიდე ნატოსკენ რაღაცა სწრაფვა მიდის და ამით რუსეთს ვაღიზიანებთ, მე მგონი ხო? აი თქვენ რა ახსნა გაქვთ? აქ რა არის, ვერ მივხვდი მე იცით. თან ვიძახით ის ამოვიღოთ ჩანაწერი, მე ვიძახით არ ამოვიღებთ. თან ვიძახით იმას, რომ ნატომ დაგვაქცია და გაგვანადგურა და თან მე კიდე ნატოსკენ სწრაფ. აი რა არის? მოდით თუნებას მომცემთ 90-იანებს შევეხები, თქვენ ბზანეთ შევარდნაძე ამას ამბობდაო. კი ბატონო, შევარდნაძის დროს. არა, მე მინდა შევარდნაძე, კი ბატონო, შეზღუდული არ ახარ. აი ნახეთ საითკენ მივდივარ. შევარდნაძის დროს რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ ეს ორივე ქვეყანა წარმოადგენდა ერთ მხარეს. ანუ 2000 წლამდე 2000 წლის შემდეგ კიდე რამდენიმე წელი რუსეთი პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ და იგივე. განსაკუთრებით ელცინის დროს რუსეთს რასაც ეტყოდა ამერიკის შეერთებული შტატები, იმას აკეთებდა. ამიტომ ჩვენ იქ საფრთხე
როგორც ასეთი ნაკლებად ჩვენ ის საფრთხე რაც უბედურება დაგვემართა 92 წელს დაწყებული აფხაზეთის ავანტიურით ის საფრთხე ჩვენ მივიღეთ და დავკარგეთ ტერიტორია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს იმას რომ რკინიგზა ჩაიკეტა და ეს ფუნქცია ჩვენ შეუსრულეთ მოხდა ბლოკირება ირანის მოხდა ბლოკირება რუსეთის აფხაზეთი დაიკარგა ცხინვალთან არ უკვე კონტაქტი პრაქტიკულად მეზობლები აღარა ვართ რუსეთთან აი იმ ეტაპზე საქართველოს 93 წელს საქართველოს თავის ფუნქცია შეასრულა იმის მერე 7-8 წელი აღარ იყო საჭირო საქართველოს რუსეთის პრობლემის შესაქმნელად შენურად ხდებოდა ჩეჩნეთიდან ბოევიკების გადმოსროლა აქედან შედიოდა როგორც ბოროტიანები ამბობენ რომ მე გააცემაში თქვენ ტელევიზიას პრობლემები არ შეექმნა და არ გუჩივლონ შედიოდა იარაღიო შედიოდა ფულიო ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი სხვა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ ჰქონდა იმიტომ რომ ის ასრულებდა დავალებას რუსეთი იმ პერიოდში იყო დასუსტებული არანაირი რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა არ ქონდა საშუალება არ ქონდა და ჩვენ აი ეს ფუნქცია იმასთანაც კარგად ვიყოთ ამასთანაც კარგად ვიყო კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვაყალიბო არავითარ ამერიკასთან რუსეთთან კარგად ყოფნა არ იყო მაშინ იყო მხოლოდ ამერიკასთან კარგად ყოფნა და აქედან გამომდინარე უკვე რუსეთთანაც კარგად ვიყავით იმიტომ რომ ელცინი უპირობოდ უსრულებდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყველა დავალებას ხშირ შემთხვევაში ინიციატივითაც კი გამოდიოდა იმაზე მეც უკეთებდა ამერიკელებს ამიტომ იქ ჩვენ ერთ მხარესთან ქონდა ურთიერთობა ევროპა იყო მშვიდად იმ პერიოდში იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხები ტრილიონები შევიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი მშობლების ჩვენი ბაბუების პაპების ბებიების ნაშენები ქარხნები ფაბრიკები აი დოვლათი 260 მილიონიანი სუყე სრული ენერგეტიკის სრული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ასე ვთქვათ მიუგდეს ევროპას და პირველ რიგში თურქეთს, იმიტომ რომ თურქეთი იყო იმ პოლიტიკის გამტარებელი, რასაც ანგლოსაქსები და ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდა და მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ შემოვიდა თურქეთი, რა პირობებით იყო, რა მოლაპარაკებები იყო, როგორ იხსნებოდა ერთობლივი საწარმოები დამშეული იყო ქვეყანა და ოღონდ თავი გადაერჩინა ადამიანს ყველაფერზე მიდიოდა 1 კილო რკინა არ დარჩა საქართველოში რო არ გაზრდულიყო თურქეთში 1 კუბომეტრი ხე არ იყო 100,000-ობით კუბომეტრი ხე ეგრეთ წოდებული გვალი კრუგლი აქ შევეძახდა გადიოდა რა ბატონო მისი გაცდით იმიტომ რომ მე დაგიშვით კითხვა თქვენ ჩვენ აი ამ ბოდიში განცხადებებით მეთქი ანუ თან რო ვიძახით ახლა მე ანუ ეხლა თქვენ ბოდიში ძალიან ექსკურსიები ჩაატარეთ აქა ეს გასაგებია ცუდი კი არ არის მაგრამ აი მე ეხლა მოგასმენებ დავსვი კითხვა და მოდი ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი კონკრეტულად. აი მაგალითად იოგა ხაინდრავა ამბობს ასეთ რაღაცას. უნდა ამოვიღოთ ეს სამარცხვინო მუხლი ორი რომ მივდივართ ევროკავშირში და ნატოში. არანაირ ევროკავშირში და ნატოში ჩვენ არ მივდივართ და ეგ არაფერი არ გვესაქმება. ამ გახცნილ, დაშლილ, გაუბედურებულ შენ წარმოიდგინე მაგათი ხელმძღვანელები ვინ არიან, ხო? კაია კალასი, საგარეო საქმეთა მინისტრი, კუბილიუსი, ჩეკისტი, ხო? ეგერ მარტა კოსი და ნახე რას წერენ, რას ლაპარაკო, რაჯან ჩვენ წევრების კი არა ვარ და რას დღეს რას ვიკეთე, შენ წარმოგიდგენია იმათი წევრი რო გავხდეთ, რა დღეში ვიქნებით. ამიტომ ეს უნდა დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი. აბსოლუტურად ვერ თანხმები ბატონ გოგას მე. ხშირ შემთხვევებში არის ხოლმე რომ არ ვეთანხმები ამ ადამიანს, მაგრამ ეს ის საკითხია რომ ვეთანხმები ამ გახსნილ ორგანიზაციაში საქართველოს მართლაც არაფერი არ ესაქმება მეგობრებო, ეს არის 2x2 4 და ეს არის ნამდვილად ჩვენ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენი ვიძახეთ ნატო საქართველოს დაკარგა ტერიტორიები. ჩვენ არც ცხინვალში, არც სოხუმში, აი ხაი სხვათა შორის იმ დღეს მე მყავდა ერთ-ერთი საპატივცემულო ადამიანი და დამისვა ესეთი კითხვა. აიო 90-იანებშიო ჩვენ რო პრობლემები შეგვიქნაო სამაჩაბლოშიო. მაშინო როდის ვიძახდით ნატოს. როგორ არ ვიძახთ მეგობრებო, ეხლა მოდი შეეცა. გახსოვთ მიტინგებზე რა ლოზუნგები იყო მაშინ? ძირს რუსეთის დამპალი მოდერნიზებული იმპერია და ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში. გასაგებია მაშინ ვიყო ეს ბრძოლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი, მაგრამ როდესაც შენ ძალა რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადები, კურსი გაქვს აღებული ნატოსკენ, შენ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ თუ შენ იქითკენ მიდიხარ, შენ ყველანაირად პრობლემები შეგიქმნას.
ეხლა იცით რა არის? მე მახსოვს ასევე შეხვედრები, ეხლა ძალიან ისეთი ბევრს შეიძლება გარკვეულწილად ცოტა ისეთი შეგრძნებები კონდეს, რომ მაშინ ერთადერთი პრეზიდენტი, ვინც დაუჭირა მხარი ზვიად გამსახურდიას იყო გროზნოს, ჩეჩნეთის ლიდერი დუდაევი და აბას ხვანაერად როგორ უნდა მოქცეულიყავით, მაგრამ სანამ დუდაევთან, სანამ გროზნოში ჩვენ ვიხილავდით ზვიად გამსახურდიას, აქ გაკეთდა განცხადებები თბილისში, სანამ ხელისუფლება დაემხობოდა, განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. და როდესაც შენ ამას ამბობ, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიარო, როდესაც ამბობ, რომ შენ ნატოსკენ მიდიხარ, უკვე შენ პრობლემები შეგექმნება, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენში ვეძიოთ რაღაცა მას რა ქვია, გარკვეული შეცდომებს. მე კარგად იცით, რომ მე არ ვარ ის კაცი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების და ზვიად გამსახურდიას რაღაცა ერთხელ სიტყვა დაუგიდა, არც დამწდება არასდროს არ ვარ ეს ადამიანი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული შეცდომები ამ მიმართულებითაც იყო დაშვებული. იმიტომ რომ შენ თუ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობ, უნდა ელოდე რუსეთისგან მაშინ პრობლემას. შენ თუ ლაპარაკობ, რომ ნატოსკენ მიდიხარ, უნდა ელოდე მაშინ პრობლემას. და ეხლა ჩვენ რო გვეუბნება ზოგიერთი ისტორიკოსი, რომ აი რა მაშინაც იყო ამაზე ლაპარაკი. მაშინაც იყო ლაპარაკი ამაზე. ნატოზე იყო ლაპარაკი და შევარდნაძე მე არ ვარ ჩაიგდო მუცელში და კიდე ნატოზე რო ილაპარაკა, იმიტომაც იყო რომ არ ენდობოდნენ შევარდნაძეს. და შენ რო ხელისუფლება ხარ და რო ლაპარაკობ, რომ კიდე ნატოსკენ აღარც შენ გენდობიან უკვე. ის დავიწყებას მიეცემა ევროპელი ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებები. რაც რამე კარგი ყოფილა, ის წყალში წავა ყველაფერი. არ ვიცი, აი გოგა ხაინდრავა არის ხელისუფლების პროპაგანდისტი. ამას ეს უდაოა. და ეს კაცი არც მალავს ამას, არის ხელისუფლების ხარდამჭერი პროპაგანდისტი. და მე ვეთანხმები მის ამ პათოს, რა გვინდა აი ამ ბინძურ ორგანიზაციებში, ევროკავშირში და ნატოში. და თუ მაშინ იქ რა გვინდა, აი ესეთ შეხვედრები რატო კეთდება მაშინ? ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 71 წლიური სესია საქართველოს დელეგაციისთვის კონკრეტული შედეგით დასრულდა. ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ უმაღლეს კატეგორიაში პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის გადაინაცვლა. პარალელურად საპარლამენტო დელეგაციამ სესიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა და ქართველი დეპუტატების მიერ წარდგენილი ფაქტებზე დაფუძნებული შესწორებები რეზოლუციებსა თუ ანგარიშებში აისახა. ჩვენი ფორმულირებები ასახულია საბოლოო დოკუმენტებში. ეს ფორმულირებები ეხებოდა როგორც ოკუპაციის თემას, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მათ შორის ეს ეხებოდა 90-იანი წლების მოვლენებს. ახლა შეიქმნა ახალი კატეგორიები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არის ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველოს მოხვდა პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში. ამ კატეგორიაში საქართველოს პარლამენტთან ერთად არის უკრაინის რადა, არის ევროპარლამენტი, არის ავსტრიის პარლამენტი. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინტერესების დაცვა, როგორც მრავალმხრივ პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი იყო ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან იმ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, რაც არის პირველ რიგში ფაქტებზე დამყარებული. მიღწევებით ბრუნდებით, პირველ რიგში ის, რომ კატეგორიის სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პარტნიორობას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს დელეგაციას. რამ განაპირობა ეს წესვა? მოკლედ, ეს კონკრეტული არ ვიცი. ეს ისტერიული ფონი ნაცმოძრაობის წევრს საქართველოს წარმატებაზე აქვს. გაღიზიანების გადაფარვა რადიკალების მიერ 1 წლის გამოგონილი ამბითსა და თითქოს საქართველოს იზოლაციაშია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში არის აღიარებული და ჩამოყალიბებული აზრი, მყარი, რომ ამ ქვეყანას არ ყავს არანაირი ხელისუფლება. ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შედეგი ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ნატოს მტკიცე პარტნიორია. პირველ რიგში ჩვენი დელეგაციის წევრებსაც მინდა მადლობა გადაუხადო და ასევე მინდა გადაუხადო ასამბლეის ყველა იმ წევრს მადლობა, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი
ცვლილებები, რაც ობიექტურ რეალობას ეფუძნებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აქტიური მუშაობა და დონის ამაღლება ბუნებრივია ამას ძალიან შეუწყობს ხელს და მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენი დელეგაცია იყენებს ასეთ პლატფორმებს, მათ შორის იმისთვის, რომ კოლეგებთან გქონდეთ საუბარი თუ სინამდვილეში რა ხდება საქართველოში. რაც შეეხება ნატოს საკითხებს, თქვენ ხედავთ, რომ უკრაინამ ომი გადაიტანა და ჯერ კიდე შუა ომში არის იმის გამო, რომ სურვილი ქონდა ნატოში წევრობის, იმის გამო, რომ სურვილი ქონდა სხვა გეოპოლიტიკური საკითხების მიმართ, პირდაპირ ცნობილია რაცა პოზიცია ნატოსი, რომ უკრაინას არანაირი პერსპექტივა არ აქვს გახდეს ნატოს წევრი. ჩვენი განზრახვა და განაცხადი წევრობის შესახებ ცნობილია. 2008 წლიდან მოყოლებული ორ პირ ხარში ვდგავართ და ველოდებით ნატო რას გადაწყვეტს. ასე რომ ბურთი არის ნატოს მხარეს. საქართველოს ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი პარტნიორი, როდესაც ნატოს წევრები იმალებოდნენ ზოგი შტაბში და ზოგი საკუთარ ქვეყნიდან არ დგავდა ფეხს, საქართველოს ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ნატოელი ჯარისკაცების მხარდამხარ წინა ხაზზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იყო ის ერთ-ერთი ტრიბუნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოიყენა და კონკრეტულ შედეგსაც მიაღწია. აი მე სიმართლე რო გითხრათ, აი ამ ყველაფრის მე ძალიან მეშინია. იცით რისი მეშინია, რომ თავზე არ დაგვემხოს ყველაფერი. თუ საქართველოს რაღაცა ეკონომიკა ფეთქავს, ეს არის რუსეთის დამსახურება, იმ ტურისტების, იმ ფინანსური ნაკადების, იმ საწვავის, იმ პროდუქციის, იმ ყველაფრის, რაც შემოდის რუსეთიდან. როდესაც ეხლა შენ ყოვლის მომცველ პარტნიორობის შეთანხმებაზე აწერ ხელს, როდესაც ამბობ, რომ ჩვენ ნატოსკენ მივდივართ, რომ ბურთი ეხა ნატოსკენ არის და ჩვენ ველოდებით როდის მოგცემენ გადაცემას, როდესაც ამბობ, რომ ჩვენ ყოველთვის ნატოსთან ვიყავით და არც წავსულ ვართ, მე გეკითხები თქვენ, მაშინ რუსეთთან ჩვენ როგორ უნდა ვილაპარაკოთ? მე მახსოვს ერთი პარტია იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ჩვენო რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავამყაროთ ნატოს გავლით. ხო და მეცინებოდა ამაზე და არ ვიცი მეგობრებო, იქნებ რაღაცა ხიფათში არ აღმოჭყო თავი და იქნება რაღაცა კარგად დაფიქრდეთ რამე მანდ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ მე ვამბობ და თქვენც იცით რომ რამდენი ჩვენ ნატოსკენ სწრაფვა დავიწყეთ, იმდენჯერ თავზე დაგვემხო ყველაფერი. ნატომ დაღუპა უკრაინა, ნატოსკენ სწრაფვამ დაღუპა უკრაინა. აი ხა ბატონი პაპუაშვილი საუბრობდა თვითონ რომ აიო უკრაინაოს უნდა არიღებნო და ვინ რატო აღმოჩნდა უკრაინა ასე დღეში? უკრაინა აღმოჩნდა იმიტომ ასე დღეში, რომ ისინი ესწრაფოდნენ ნატოსკენ. რა სიტყობდა რუსეთი უკრაინისაგან? ჩვენ ხო კარგად ვიცით. ხო ვიცით? უკრაინისგან ითხოვდნენ მხოლოდ იმას, ნეიტრალიტეტს და ფართო ავტონომიები დონბასი და ლუგანსკის. და 50 წლით გადაცემოდა საზღვაო ბაზა სევასტოპოლის. არა, მან ეგ უკვე მერე იყო. მე ვამბობ, მან მინსკის შეთანხმება იყო უკვე ყირიმზე, იქ ლაპარაკი უკვე ყირიმს აკონტროლებდა უკვე თვითონ რუსეთი, ამაზე არავითარი ბაზებზე აღარ იყო. მე ვამბობ, მინსკის შეთანხმება ითვალისწინებდა ფართო ავტონომიებს, ნეიტრალიტეტს და ნატოსკენ სწრაფვის შეჩერებას. ამაზე იყო ლაპარაკი. აქ იყო ლაპარაკი ამაზე. ყირიმის საკითხი უკვე გადაწყვეტა. მერე იყო ეს. ყირიმის საკითხზე მსჯელობაც არ იყო, კი ბატონო, ჩვენ ჩათვალეთ, რომ ეგ თქვენია, მაგრამ ამ საკითხს ჩვენ ვატარებთ და არ ვეხებით. სტატუს კო იქნება ის, რომ ჩვენ იურიდიულად თქვენ იქ დაქვემდებარებაშია ლუგანსკი, დონეცკი, უბრალოდ ფართო ავტონომიებით, მაგრამ ნეიტრალიტეტი, ანუ თქვენ არ უნდა შეაჩეროთ სწრაფ. ეს ამას ითხოვდა. ამაზე არ დაჯერდა ზელენსკი, დაიწყო რომ ნატო და მიიღეს შედეგი. ბიჭო, ერთხელ რომ დავკარგეთ ეს ტერიტორიები ამ ნატოს გამო, რაღაცა ხო შეიძლება რომ აგერ გოგა ხაინდრავა გამოდის, ვეთანხმები ბატონ გოგას. აგერ აი მოусმინოთ ამ კაცს, კაცო, მე არ ვიცი ბატონი გოგა ორჯერ მე მგონი იმედში არ გაუშვიათ, ორჯერ ერთდროულად ჩვენ უშვებთ ამას, აი. უნდა ამოვიღოთ ეს სამარცხვინო მუხლი ორი, რომ მივდივართ ევროკავშირში და ნატოში. არანაირ ევროკავშირში და ნატოში ჩვენ არ მივდივართ და ეგ არაფერი არ გვესაქმება. ამ გახცნილ, დაშლილ, გაუბედურებულ, შენ წარმოიდგინე მაგათი ხელმძღვანელები ვინ არიან, ხო? სავსებით სწორია, გახცნილ, გაუბედურებულ ორგანიზაციებში ვინ არიან მათი ლიდერები. ამას ამბობს
ადამიანი, რომელიც ექსპერტთა რაღაცა წრე ჩამოყალიბდა სადღაც ხო არ ვიცი ხო ნუ და ეს ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნებაა ბატონი გოგა. მე გეთანხმებით ბატონო გოგა აბსოლუტურად და მე მინდა რომ თქვენ ამაზე ილაპარაკოთ ახლა როგორ ხდება მაშინ ის რომ თქვენ ამბას ამბობდა მე აგერ ჩვენი დელეგაცია გამწყინებული თვალებით ზის იქა ნატოში და ლაპარაკობს რომ ჩვენ ნატოში ვარ და არც არსად არ წავსულვარ და ნატოსთან არის ბურთი და ველოდებით ახლა მაინტერესებს ბურთი რომ გადმოგვიგდონ გოლი ვის უნდა გაუტანოთ რუსეთს ვის უნდა გაუტანოთ ის ბურთი ბურთს რო გადმოგაგზებენ ბურთი რო გაქვს უნდა გაიტანო გოლი აბა ბურთი თამაში იმას დიდობ რომ გოლი უნდა გაიტანო ხო აბა ეს ის ხო არ არის რა ქვია ჩვენ იმას ნარც ხო არ ვთამაშობთ არა ვის კარში გავა გოლი ბოდიში და გოლი კი არა შემთხვევით იქით არ ბოდიში და დაგვამტრიონის ფეხები რომელიც ამ ფეხებით ვთამაშობთ ამ ბურთს მე ვერ გავიგე, აი, ამაზე გეკითხებოდი. აი, გიპასუხებ, კი ბატონო. თქვენ ეხა წახვედით იქით. არა, მე ნაწილობრივ პაპუაშვილმა ერთსამით. პაპუაშვილმა ბოდიშგეხით გასცა ნაწილობრივ პასუხი, პარლამენტის თავმჯდომარემ. რატო აკეთებს ხაინდრავა ერთ განცხადებას, რატო აკეთებს მეორეს? ეს არის ძირითადი კითხვა და ძალიან მოკლედ ვიტყვი. ხელისუფლება დღეს კიდე ცდილობს რაღაცნაირად მოიგოს დრო. აი ამ დროის მოგების ასპექტში როგორც თქვენ ბრძანეთ, ბატონი ხაინდრავა, ეს არის ხელისუფლების იდეების გამხმოვანებელი, ის გუნდი, რომელშიც იქ მოიაზრებოდა იმ პარტიაშიც და მის თანამებრძოლებმა დააყენეს საკითხი რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში იყოს თუ არა. ამავდროულად, რატო აკეთებს პარლამენტის პრემიერი ამ განცხადებას? პრემიერი ამითი უთვლის თავის ევროპელ უკვე ყოფილ კოლეგებს თუ ჯერ კიდე კოლეგებს, რომ საქართველოს ფიქრობს ამაზე და თქვენ ძალიან გთხოვთ არ მომექცეთ ცუდად. ძალიან დამიძაბავთ სიტუაციას, იმიტომ რომ ქვეყანა არის და ზუსტად აი ვიზა ლიბერალიზაციაზე ვაჭრობს. ეხლა ერთი პატარა ისტორიული მომენტი. როდის შევიდა? ბატონო მიხელა, აი რა. არა, ვიზა ლიბერალიზაცია. ეხა პოლემიკა შემოვაწყდა. მოდი, მე დამამთავრებია. არა, დამამთავრებელი. მე გეუბნებით რომ აი რას ვაჭრობს საქართველოს? ცდილობთ მოვატყუოთ ევროპა. რა გინდა ახლა? ბატონო მიხეილი, ეხა ბატონო მიხეილი, როდის მიგვაღებიეს ბატონო ნიკოლას? აი რას ვაჭრობთ? ეხლა ბოდიშ და ამით რუსეთს რო ვაღიზიანებთ, რას ვაჭრობთ? მაგაზე ჯერ არ ვფიქრობთ. არა? არა. იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკურად ბევრი შეცდომა არა, რანაირად კაცო. ეხლა მე დარწმუნებული ვარ ბატონი პაპუაშვილის და იქ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხო იციან ნატოს გამო რო დავკარგეთ. ანუ შენ თუ ტერიტორიები ნატოს ძახილის გამო დაკარგე, ეხლა რო იძახი რომ ნატოსთან ვარ, ჩვენ არსად არ წავსულვართ, ეს პრობლემა არ იქნება? ცნობილი გამოთქვაა, კითხებს აქ მე ვიძლევი. ეხლა ერთ კითხვას მე დაგისვამთ. კი ბატონო. რატო მიგვაღებიეს კონსტიტუციაში, რატო შეგვატანიეს ნატო და ევროკავშირი? არა 2001-ში, 2-ში, 3-ში, 10-ში, 12-ში. არამედ ეხლა აი რატო კითხავს, რატო გაგხადეს ძევალი იმ გადაწყვეტილების, რომელიც აბსოლუტურად მარტო მაგი ხო არ მიგვაღებინეს, ჩვენ მიგვაღებინეს სხვა ძალიან ძიმე ისინი, მაგრამ ეს იმიტომ რატო ეხლა? მაგითხოს რატო ეხლა? კი ბატონო, თუ შეიძლება. იმიტომ მიგვაღებინეს, რომ ჩვენ სამწუხაროდ თქვენ ხო თქვით ვაჭრობავთ. ჩვენ ეს არის ერთი არის შემოთავაზება და მეორე არის კიდე შენ რატო თანხმდები ამას. შემოთავაზება იყო ასეთი, რომ გაეკეთებინათ ამათ და მე არც ის გამოვრიცხავ. თქვენ ხო ამბობ რომ შემოთავაზება იყო. თქვენ როგორ ფიქრობ სააკაშვილს არ შეთავაზებდნენ ჩაწერეთო ამასო? როგორ არა, მაგრამ არ ჭირდებოდა. ხო, არ ჭირდებოდა, მაგრამ მე არც იმას გამოვრიცხავ ბატონო მიხეილ. არავითარი შემოთავაზებაც არ იყო. თვითონ ამათმა ჩაწერეს. და რატო? დამტკიცება იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტად თქვენი ერთგულები ვართ. ჩვენ გვენდეთ, იმათმა ხო არ ჩაწერეს, აი ჩვენ ჩავწერთ. ისინი ხო ერთხელ ეხლა არ მინდა ის სიტყვა თქვა. ისინი ხო იყვნენ ისეთები. ჩვენ ორჯერ ისეთები ვიქნებით. ისინი ხო აკეთებდნენ და ჩვენ ორჯერ იმდას გავაკეთებ და რას გააკეთებენ და რო ეხლა ეგ უკვე ბოდიში და მაგას ვერ ვიტყვი ახლა. აი ეს არის მთავარი. აი ეს მიმაჩნია მე რომ იმათ უთხრეს რომ ჩვენ, იმიტომ რომ უყურეთ ახლა რა ხდება
ამათ უნდათ რომ გახდნენ აი ის ნაციონალების ტოტზე დაჯდნენ თვითონ ნაციონალები ხო ცნობილია რომ პროევროპელები ჩვენ ამერიკის ეუნებიან ეხლა ალბათ ესენი რომ ჩვენ აი ნაციონალები რა თქიდათ მოდი ჩვენ გავაკეთებთ ამ საქმეს იგივეს რუსებს ეუბნებიან ეხლა რუსები რანაირად ეუნებიან ეხლა მე არ ვიცი ეხლა რუსები რა დებილები ხო არ არიან რა რუსებს ეუნებიან რუსებს როგორ ეუნებიან ნატოს შარაწერი არის და ამბობ რომ ნატოსკენ მიდო რას ეუნებიან რუსებს როგორ ეუნებიან რანაირად დაგვაცადე ხო ხედავ გიჭის მაგრამ მე თქვენთანა ვარ ხო ხედავ რანაირად ეუბნებიან დამჯერეთ არა მე არ ვიცი ეხლა მე არ ვზივარ მან მოლაპარაკები მაგრამ ლოგიკაში არ ჯდება ეხლა ბოდიში და ეგ იცი რას ნიშნავს ეხლა ერთი გამახსენდა ხშირად ვიყენებ მაგ იმას რა ქვია ცოლს შეუსწრებს ქმარი სხვა კაცთან წერს ლოგინში და ეხლა ცოლი დაიწყებს კაი ეხლა არ დაიწყო თითქოს ღალატებო ბოდიში და ლოგინში წევხარ სხვა კაცთან რანაირად არ დავიწყო ისა ვერ გავიგე ხედავ ჩემი თვალით რომ ღალატობ ეხლა და ბიჭო ეს ჩანაწერი რო გააკეთე და კიდე იძახი რანაირად იმ კაცს ვისთანაც წევს კაცობა არ აქვს და პრობლემა უკვე აღარ არის ეხლა ბოდიში ეხლა მაგი შეუძლია ეხლა ყველაფერი შეიძლება მაგრამ კაცობა და ისა და ეხლა მაგრამ ბიჭო მე რო ხედავ შენ აგერ რომ ამ ჩანაწერს აკეთებ თანატოსკენ ახარ თან აქ რუსოფობიული განწყობები არის ბიჭო ეხლა აი ეს რუსები ვერ გავიგე მართლა ჩვენ მართლა ის ხო არ გონია თან შენ რუსეთის გაზი ნავთობი გინდა თან ტურისტები გინდა თან ის გინდა თან ეს გინდა თან შენი სასტუმროებით იყოს გაზეძგილი რუსი ტურისტები და ეხლა ვიცით რა შეასაქმე იმანა თქვა ერთხელ ლავროვმა ესეთი ფრაზა ми не такие белые и пушистые ეს არის ცნობილი ფრაზა, ანუ თვითონ იმპერია არ არის სიკეთის განსახილველი. ვიტყვა რომ იმპერია არის რაღაცა ბოდიში კანონზომიერების, ვიღაცები ელოდებიან რომ იმპერია არის რაღაცა ისეთი რაღაც მოწყობის სისტემა, რომელიც სიკეთესგან არ არის, ეგრე მეგობრებო. თვითონ აღიარებენ რომ ჩვენ ვართ იმპერია და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. და ჩვენ ეხლა ვერ გავიგე რუსეთს მოვატყუებთ? ვიღაცა ფიქრობს რომ აქ შევარდნაძე ფიქრობდა ამას და წარეთ მიიღო ცხვირში ბოლოს. რუსეთის მოტყუება ძალიან ბევრს დაუждდა. დასავლეთისთვის და ნატოსთვის და ევროპისთვის ჩვენ ვართ ახლა ჩემუდანი სახელურის გარეშე. ანუ პრაქტიკულად ჩვენი ფუნქცია მოწურულია, მაგრამ მაინც აი დასავლეთი მე იცი რა მაგიზიანებს კიდე. ბოდიში ერთს გეტყვით და არ შეგაწყვეტინებთ მეც და გააგზავნეთ. აი ბატონო. აი ზოგიერთი რო განცხადებებს აკეთებს კიდე რომ აი ჩვენ მაინც მივდივართ რუსეთისკენ, ჩვენ ვისა აი ხელისუფლებას რო ადანაშაულებენ პრორუსულობაში. ყველაფერში შეიძლება დაადანაშაულო ეს ხელისუფლება. მაგრამ აი პრორუსულობაში როგორ უნდა დაადანაშაულო ეს ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში არის ანტირუსული, ესე იგი რუსოფობიული განწყობები და შენ თუ გაქვს რაღაცა ისეთი რაღაცა პოზიცია რუსეთს დაველაპარაკოთ, მოკვეთილი ხარ ყველაფრისგან, ხარ უკვე რაღაცა კეთროვანი, არავინ არაფრად არ აქთulis, ადამიანად არ გაგდებენ და მე 1000-ჯერ ვამბობ რომ წადი დაელაპარაკეთ, არ ელაპარაკებით. ამ ფონზე შეიძლება ეს დაადანაშაულო ხელისუფლება და ზოგი გამოდის რუსეთიდანაც, საქართველოსთანაც და ლაპარაკობს იმაზე რომ არა ჩვენ მივდივარ, რა სად მიდიხარ, ვის ატყუებ, ვის იმაშვები, ვის მე იმისი არ იყოს ხო მე მაინც არ გიცნობდეო შენ ვინ ახარ და რა ხარო მე მაინც არ გიცნობდე რამდენჯერ შესთავაზდა რუსეთმა ჯერ საბჭოთა კავშირის იპოსტაში და მე დამოუკიდებელ რუსეთის პერიოდში რომ გამხდარიყო ნატოს წევრი ქვეყანა ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები 54-ში და მე უკვე მისი პრეზიდენტობის დროს ამ კაცმა თქვა მე ბოდიში ვხდი რუსერსო მართლა მეგონაო რომ ისინი ჩვენ მიგვიღებდნენ როგორც თანასწორსო აღმოჩნდა რომ არც ერთ იმაში არ ვჭირდებითო და მე მივხვდიო რა როგორ უნდა მემოძრავო და ეხლა ბოლო განაცხადებებია მიღებული ვალდაიზე ხო საქართველოსთვის თავარი რა იყო საქართველოს თავარი იყო ჩვენ არ გავხდარიყავით პრობლემა რუსების ანუ ამას თუ შევინარჩუნებდით ჩვენ რუსებთანაც ვითანამშრომლებით და დასავლეთთან მაგრამ ჩვენ სხვა ფუნქცია არ მოგვიძებნეს ანუ შენ სხვაში არაფერში არ ჭირდები დასავლეთს გარდა იმისა რომ პრობლემა ყოფილიყო არა შენ იყო მახათი ხო მახათი რომელიც მოწვდა აი სადგისი დასულია ხის არამდია დასული და იმ სადგის ერჩვენიერ დღეს ერთხელ ხო გამოიღეს ის სადგისი და გაგვიკეთეს 92-ში მეორჯერ 2008-ში ხო არა გაგვიკეთეს მე რა ვერ გავიგე აი ლებეთ რაგ და შუკას პრინციპი მოქმედებს ჩვენთან არა
ჩვენები ცდილობენ ახლა მოადუნონ ყურადღება, ესეა, ნუ ახლა სხვა ლოგიკა არ შეიძლება, მოტყუება უნდა დასავლეთის. შენ თუ დასავლეთის მოტყუება არ გინდა, სულ არ მოიღო ის კონსტიტუციიდან 78 მუხლი და როგორც ალიევმა გააკეთა განცხადება 12 წლის წინ. მე და ჩემ ქვეყანას არა გვაქვს გზა, ერთი გზა არ გვაქვს ევროპასთან და ნატოსთან. საკმარისი იქნება თუ არა ეს რუსეთისთვისაც და გაგებით მოეკიდება 20 არა, ეგ არ არის სანდოობა, რატო იცი? განცხადებებს ახლა პაშინიანი მილიონს აკეთებს ერთ საწინააღმდეგოს. ხან იძახის, რომ ჩვენ რუსეთთან თქვენთან ვართ, ხან იძახით ევროკავშირი მე განცხადებები არის, იცით როგორი, შეიძლება დღეს საკეთო, მაგრამ თავარი დოქტრინა ის არის, რომ რა გიწერია კონსტიტუციაში. შენ უტოვებ შენ პოლიტიკურ ძალებს, სავაჭრო და შენზე ზეწოლის მექანიზმს. შენ თუ ამას არ ამოიღებ, რაც არ უნდა იღებ თქვენ ამათმა რომ გააკეთონ განცხადებები, რომ აი ჩვენ რაღაცა იქითკენ არ მივდივართ, არ დაგიჯერებს არავინ, იმიტომ რომ შენ კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი. საით მიყავს საუბარი, რომ ჩვენ სულა დავამთავრე? არა, მე იქით მე არ გამოვა ის თქვენ რასაც თქვი, აიო კი იყოსო კონსტიტუციაში ჩანაწერი, ოღონდ თქვანო რომ ჩვენო არ ეყოფა ეს. ჩვენ არ მოვისმინეთ კაცო აგერ ხელისუფლების პროპაგანდისტი გამოდის რა გვინდა ნაძირლებთანო თქვა. ამას ლაპარაკობდა დეპუტატებიც ლაპარაკობდა ქართული ოცნების რა გვინდა ჩათლახებდა ნაძირლებთანო ხო თქვენ. და ამ დროს აგერ კაცო სხვა რამე არის გამოდიან ტრიბუნიდან და აგერ პარლამენტის დეპუტატები ლაპარაკობენ ბრიუსელიდან რომ არაო ჩვენო ნატოსთან ვიყავი თუ არცაც არ წავსულ ვართო ესმით და ეს უკვე ნიშნავს სხვა რამეს კაცო. ეგ თუ არ ამოიღე ეგ ჩანაწერი შენ ჯერ გეუნე რა უნდა ამის ჩანაწერის ამოღებას ხო გასაგებია ეხა საკონსტიტუციო უმრავლესობა არა გაქვს კი ბატონო და ვერ ამოიღებ მაგრამ ეხლა რომ ჯერ ამბობ რომ არა მე იძახი კი უკვე ესე იგი გამოდის რომ ის საკონსტიტუციო უმრავლესობაც რო გექნება შეიძლება არ ამოიღო ხო შეიძლება მაგრამ იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა ექნება ოცნებას მერწმუნეთ ევროპაში აღარც ნატოს ექნება შენი თავი ჯარი წერია აღარც საქართველოს თავი ექნება და საკუთარი თავი ექნება მისახედი ჩვენ სხვა პრობლემა ბატონო ნიკოლოზ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა ჩვენ ვერ გავსაზღვრეთ ჩვენი ადგილი და ჩვენ რა გვინდა თქვენ ბრძანეთ 1991 წლიდან დაიწყო ირაკლი წერეთელმა ნატო პირველი ვინც თქვა და მისი ასე ვთქვათ ფიშკა იყო ეს მისი თემა იყო რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ნატო აგვაშენებს ნატო დაგვამშენებს რო უთხრეს ამერიკელებს რომ მიგვიღე ნატოშიო 94 წლის ბოლო იყო აი ჩვენი თანამემამულე რო გახდა გაერთიანებული შტაბების უფროსი შალიკაშვილი იყო ამაზე საუბარი და იმათმა ისე გაასავსავეს ხელები რა ნატო რის ნატო ხახლო თქვენო მიხედავთ სადაც ახარ ფრთხილად იყავით თორე ისე გადაგივლიანო თქვენი ჩრდილოელი მეზობლები ცოტა არ მოგეჩვენა მიუხედავად იმისა რომ რუსეთი პრაქტიკულად ელცინი ჩვენ ქვეშ არისო ბჟეჟინსკიმ არ უთხრა შევარდნაძეს რამდენჯერმე რა თქვამი მიუხედავად იმისა რომ ეს იყო 93 წლის ბოლო 14 დასაწყისი აღარ მახსოვს ზამთარი იყო იმელის შენობაში შედგა ეს შეხვედრა უთხრა ბჟეჟინსკიმ შევარდნაძეს ბჟეჟინსკიმ მიუხედავად იმისა რომ ASS ესეთი მდგომარეობაა საქართველოს ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი ყველა დეპუტატმა ყველა მინისტრმა ყველა პოლიტიკოსმა მათ შორის ბატონმა ხაინდრავამ ჩემზე კარგად იცოდა იმიტომ რომ ჩემზე მეტი ინფორმაცია ჩემზე უფრო ახლოს იყო შევარდნაძის ადმინისტრაციასთან და პირადად ბატონ ედუარდთან ყველა ვიცოდით ეს მე ამაზე ეს წინს და ამაზე ვბრაზობ როცა შენ შეგნებულად შეყავს შენი ხალხი შენი ქვეყანა შეცდომაში და მიყავს აი მაშინ რო არის რა ქვია დაათვაშხიაში ზარს ჩამოკრავს და როგორ ჩამოკრავს სხვაგან თხრიდო და აქ როგორ მოვაო და იმედს ვაძლევო აი ეს იმედი რომელიც იყო აბსოლუტურად ცრუ და ამ იმედს შეალეწეს თაობები და დღეს როგორ უნდა აუხსნას ახლა ახალგაზრდებს რომ შენ ბატონო ეს 35 წელი დაწყებული მინდა რა ქვია შევარდნაძისთან დამთავრებული ჩემი ხელისუფლებით ჩვენ ვიტყუებოდით აი როგორი ასახსნელია ბატონო ნიკოლოზ ძალიან ძნელი ასახსნელია ვერ გაიგებენ ის ბავშვები ელოდებიან ზებოსავი ზებოს უყურებენ და როდის შემოკრავს ზებო ჯადოსურ იმას რა ქვია ზარს და როდის აშენდება ქვეყანა გამორიცხული იყო კიდე ერთხელ ვიმეორებ მე მივესალმები რა თქმა უნდა ბატონი ხაინდრავას ამ განცხადებას მაგრამ თქვენ მე ჩვენი პარტია ჩვენი პლატფორმა სოლიდარობაზე 3 წელი 4 წელი ამას ვამბობ პირველი გადაცემებიდან ამას ვამბობ რომ გამორიცხულია ხახნო ნუ იტყუებთ თავს შეეშვით ამ აფერის დასავლეთს არავისთვის სიკეთე დაწყებული კოლონიების დაპყრობიდან
აქეთ რო აითვისეს ეს კონტინენტი, კოლონიებად, ინდოეთი და აფრიკა და ის მერე გადავიდნენ დაიპყრეს აფრიკის ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტი. გაათახსინეს, გააუბედურეს, დაახოცეს მილიონობით აბორიგენი მოსახლეობა, ზოგს ადიალები ჩაუტანეს, მოწამლული, ზოგს არაყი ასვეს, ზოგს ვისკი ასვეს, გაწყვიტეს. ამ ხალხთან როგორ შეიძლება შენ ამ ხალხს, რა ქვია, ენდო და როგორ შეიძლება ეს ხალხი შენი მეგობარი იყოს, გამორიცხულია. მაპატია ბიძაშვილს ზის და იმაშობია, ნუ აღარ მინდა ახლა დეტალები შესვლა, ხო? და როცა როგორც კი პირველი სიტყვა იყო, ესე იგი მე არ ვიცი რა. ვარყარე თუთაბერი რო დაწერეს, ხო, ეს არის მართლა უკვდავი ქრდილება და ქართულ ხალხზეა დაწერილი რა. ესე იგი ჩვენ რა გქონია, იცი? რევოლუცია მოდის, კაცო, მიდი, ჩამოკიდეთ სხვა დროშაო, ეს დროშებს რო ინახავენ, იქა და სხვა. ესე იგი რა გქონია, იცი? ჩვენ გქონია რომ რაღაცა, ესე იგი ჩვენ გავაცუცურაკებთ ყველას, მოვატყუებთ იმას, ამ დროშების შეცვლით, რიტორიკების შეცვლით, ხან ხარ ბოდიში და კოსმოპოლიტი, ხან ხარ კონსერვატორი, ხან ხარ ესე იგი ლიბერალი, ხან ხარ ისეთი, ხან ხარ ესეთი. იცი რა არის? ჩვენ მეგობრებო, ცოტა ჭკუაზე მოვიდეთ, მე მგონი იმის დრო არის უკვე რა. იმიტომ რომ ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე, ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ ეთყობა. უკრაინა იყო ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ევროპაში. გერმანიის ეკონომიკასაც კი უკვე ფაქტობრივად უსწრებდა იანუკოვიჩის დროს. ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკა იყო. ეს იყო ქვეყანა, ბეღელი ქვეყანა, უდიდესი მრეწველობის ქვეყანა და უდიდესი პოტენციალის ქვეყანა. და სად არის ახლა ეს ყველაფერი? გაცამწვერებულია, განადგურებულია. ეს იმან მოიტანა ზუსტად მაგან რომ იქაც ვიქნები, აქაც ვიქნები და ისა 50 მილიონიანი ქვეყანა დაისაჯა აი ამ ბოდიში და ერთი ადგილის თამაშის გამო. და ჩვენ გონია რომ აი ხა ერთი პატარა საქართველოს რომელსაც ბოდიში და დედამიწის ჭიპი გონია ჩვენი თავი თუ რა ვერ გავიგე. ერთი აი რომ რაღაცა რომ დაფრინავს რაღაცა და რომ დაგარტყამენ და გაგჭყლიტავენ. აი ესე გაგვიკეთებენ ჩვენ. და იმ ხაჭაპურს და ხიკას სხვა გააკეთებს მერე. და იმ ტრადიციულ ცეკვებსაც სხვა მიითვისებს. იტყვის ეს ალბანური ცეკვები და ალბანური კერძები არისო. როგორც აკეთებენ ამას იქ. ვერ გავითვალცნობიერეთ, აი ვერ გავითვალცნობიერეთ ჩვენ სად ვართ რა პროცესები მიდის სოფლიოში. როგორ ბიწისაგან პირისა აღიგვა სირია, როგორ აღარ არსებობს საერთოდ უამრავი ქვეყანა უკვე რომელიც ადრე კაშკაშა იყო ამ ქვეყანაზე. ლიბია ავიღოთ, სადაც კადაფის დროს რამხელა ეკონომიკა ქონა, როგორი ის იყო რა განვითარებული ყველაფერი. აი ეს მოიტანა ყველაფერი, იგივე იუგოსლავია. მილოშევიჩმა იმდენი იხტუნავა ის მიიღო. მილოშევიჩს იმიტომ არენდნენ რუსები რომ ის თამაშობდა და მე თქვა რომ მე ვთამაშობდიო. მათ შორის სადამ ჰუსეინსაც. ხო, რუსეთთან თამაში ვიღაცები და ხშირად მეც ვიშველიებთ ფრაზას Россию умом не понять. но მაგრამ ამ წინადადებას ბოლო აქვს. надо Россию верить. აი როდესაც შენ გჯერა რუსეთის შენ გამარჯვებული ხარ და ეს ვერ გაიგო ზოგიერთმა იმ დასაწყისს რო ამბობთ ბოლოს თქვით არა ძალიან კარგად ესმით მაგრამ ნახეთ ფინანსური დამოკიდებულება და ფინანსურმა ინტერესებმა ისე შეჭამა საქართველოს და ქართველი ადამიანი რომ უკვე აღარ უყურებენ რეალობას ანუ დღეს მაძღარი რო არის 2 მანქანა, 3 მანქანა, 5 მანქანა რო ყავს და ასე ვთქვათ, მატერიალურად კარგად არის, გონია რომ ეს გაგრძელდება და ეს იქნება მუდმივი. რომ აი როგორც საბჭოთა კავშირის დროს ეგონათ რომ დამოუკიდებელი გახდებოდა საქართველოს და ეს ფული მაინც წამოვიდოდა ბიუჯეტით, ცენტრალური ბიუჯეტიდან და 1/4-ზე გვექნებოდა დაფინანსება. იგივეს ფიქრობენ. ჩვენი არჩევანი კიდე ერთხელ ვიმეორებ, ყველანი დავიღალეთ მე მგონი. ჩვენი არჩევანი არის ჩამოყალიბებაში რა გვინდა ასევე გაგრძელდეს გვინდა ასეთი მდგომარეობა გქონდეს და განახევრებული და 100 მართლა 200 და 300,000 სხვა დავჭებით 500,000 ყველას აქვს თავისი ადგილი ყველას აქვს თავისი ფუნქცია შენ 30 წელი საქართველოს მიენიჭა ანტირუსული ქვეყნის შექმნის ფუნქცია ეხლა ბოლო 3 წლის განმავლობაში მივხვდით რომ გამოსვლა შეიძლება ამ სიტუაციიდან და ნაბიჯები გადადგმულია მაგრამ თუ ერთ ნაბიჯს აკეთებ და მეორეს არ აკეთებ, მესამეს არ აკეთებ,
ის ერთი ნაბიჯის დაკარგულია, იმიტომ რომ ადგილზე სტაციონარულად გაყინული სტატიკა ამ შემთხვევაში ჩვენზე არ მუშაობს და რუსეთი, რომელიც პრაქტიკულად დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აუგზალა ბრიტანეთმა, რომ უკრაინის ომი შეეწყვიტა და ბრიტანეთი ერთი ქვეყანა თავისი ისტორიული გამოცდილები და აგენტურითაც როგორცაა და პატივსაცემია, იმიტომ რომ სერიოზული ქვეყანა იყო და ჯერ კიდევ რჩება და არის. აკეთებს იმას, რომ არ აძლევს ზელენსკის უფლებას, რომ შეწყვიტოს ომი და ახლა ვინმეს თუ გონია ახლა ზელენსკის ან კიევი ადარდებს, ბატონ ნიკოლოზ. ან უკრაინა ადარდებს, ან ის ადარდებსო, ნახევარი კიევი მეორე თუ მესამე დღეა გათიშულია და კიდე ასეთი შეტევა მე უკრაინელებისგან ვიცი ეს ამბავი, რუსი და ქართველი ბლოგერებისა, პოლიტიკოსებისგან კი არა და ბლოგერებისგან. კიდე ასეთი ერთი შეტევა და ჩათვალე რომ კიევი იქნება შატდაუნ ისეთი რომ პრაქტიკულად იქ დენის მომარაგების ელექტროაღდგენა საჭირდება რამდენიმე თუ ომი შეწყდაო. თუ გაგრძელდა ეს ის არ მოხერხდება. პრაქტიკულად ლოკალურად ქალაქები დარჩებიან ელექტროენერგიის გარეშე, წყლის გარეშე, კომუნიკაციების გარეშე. პაპადეთ, აი ღმერთმა დაიფაროს ის რაც შეიძლება იქ დატრიალდეს, ხო? არც ერთი არავითარი ომი იქ არ ჭირდება და ქალაქზე ალყის დარტყმა და აი აყროლდება იქ აურობა. წარმოვიდგინეთ რა 16 სართულიან 300-400-იან ბინიან სახლში რომ დენი და წყალი არ იქნება რამდენიმე კვირა. რა უნდა ხნას ამ ხალხმა? გაუბედურება და ყველა საინტერესო და ტრაგედია რა არის უკრაინელების რა. დღეს ოფიციალური მონაცემებით კიდე 60% უკრაინელების ხარს უჭერენ ზელენსკის და ჯერავთ მისი. კარგი, გაყალბებულია. მივყვები ამ შეხედულებას, რომ გააყალბეს ეს გამოკითხვა, კი ბატონო. 20% ხო უჭერს ხარს. ესე იგი 50-50-დან სხვა მონაცემებით 30 მილიონამდეა დარჩენილი, ხო? იმის 10%, 5-10 მილიონი ადამიანი დღეს რო ვერ ხვდება კიდე რა დღეს ჩააგდეს ქვეყანა, ხა ჩვენ უკრაინელთან შედარებით გენიოსები ვყოფილვართ აზროვნებაში და იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მივიღეთ, ხო? თქვენ ბრძანეთ რატო ნატოზეო? ნატოზე საუბრის დაწყება ჩვენ გვინდოდა 10-15-20 წლის წინ. და სააკაშვილმა გაუბრუნდები, სააკაშვილს არ ჭირდებოდა იმ კონსტიტუციაში იმის შეტანა, იმიტომ სააკაშვილი თავფეხიანად მაგათი იყო. როგორც კი დაინახა დასავლეთმა რომ ოცნება შეიძლებოდა ნელ-ნელა ნაბიჯები გადაედგა და რუსეთისკენ, იმ წუთში აი ეს მაპატიეთ ხელებზე ეს ბორკილები დაადეს და ფეხებზეც პლუს შევარდნაძე ჩამოაგდეს როგორც კი ორჯერ შეხვდა პუტინს 2002 წლის ნოემბერში და 2003 წლის დასაწყისში და ორივე შეხვედრაზე ახლა მე ვიცი რა ვამბობ პასუხისგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე თვითონ მისგან მას აქ ნათქვამი ორივე შემთხვევაში იყო რკინიგზის აღდგენა და ტოლების დაბრუნება იცით რა არის ეს ექსკურსიები ძალიან კარგია იმაში რა ქვია დაბრუნება წარსულში მაგრამ იცით რა არის ბატონო მიხეილ თქვენ რა თქვით 20%-ო უჭერს უხარს აქაც თქვენ რო გონიათ ნაკლები უჭერს ნაციონალებს ჩვენ ნახეთ ძალიან დიდი მიტინგი ეხა ჩვენ ეხა ნუ დავიბრმავებთ თვალებს და ნუ დავიყურებთ ყურებს აქაც საკმაოდ დიდი მოცემულობა არის ხედავთ რომლებიც უჭერენ მხარს და ერთი რამე მინდა გითხრათ ქართველი ხალხიც აგებს პასუხს იმაზე რაც ხდება დღეს აქ მარტო ჩემი და ვიშას გადასაწყვეტი არ არის ქვეყნის ბედი თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა ჩვენ რო ვლაპარაკობთ აქ ბატონო მიხეილ რუსეთ ქართულ ურთიერთობებზე უნდა გადაედგას ნაბიჯი ვინმე დაუშალა საერთოდ ქართულ მეცნიერებს პოლიტიკოსებს ექსპერტებს მარტო ნაციონალებზე რო გაქვთ ეს კბილი გაკროლი აი არის ჩამოყალიბებული რაღაც ჯგუფები და ნაციონალების გარდა თემაზე არ არის საუბარი. ნაციონალები უდენა გავიგეთ, ეხლა თქვენ რამე ახალს გვეუბნებით, რომ ნაციონალები ქვეყნის ამოგდებებია. თქვენ სხვა გითხარით ამ კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ ჩვენ. და წამალი რაში არის. მაგრამ თქვენ იცით რატო არ იძახით ამას? იმიტომ თქვენ ხართ კონფორმისტები, თქვენ ხართ ბოდიში და კამელეონი გაქვთ ნებაზე გაკეთებული, იმიტომ რომ თქვენ ხან ესეთი ხართ, ხან ასეთი ხართ. ეხლა იცით რომ ილაპარაკონ ის, რასაც ჩვენ ვილაპარაკებთ, მე რაღაცა შეიძლება დისკომფორტი იყოს მათთვის ვიღაცების მხრიდან, იმიტომ რომ
ჯერ და არც ვიცი როდის იქნება ის პერიოდი, როდესაც ეს ამ ყველაფერს წვანიშუქი აეთება. დღეს ეს თემა არის დახურული, დაბლოკილი. მოდაში არ არის. არა, დაბლოკილია, მოდაში როგორ არ არის, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რომ მაგალითად ეხლა სიტყვაზე აქ საშუალება იყოს რომ ასპარეზი მიეცეს მართლაც იმ პარტიას რომელიც ამ ყველაფერს ისაუბრებს, რასაც ჩვენ აქ ვლაპარაკობ და არ იყოს შებოჭილი, შებორკილი, ხელისუფლებაში მოვიდოდა უმრავლესობა. რას შეიძლება მოდაშია? მოდაშია. ხალხს უნდა ეს. და ამე ერთი არა, მე სხვა რამეს მაპატით, მე სხვა რამეს. თქვენ ბრძანეთ რომ ის ხალხი მეცნიერები, აკადემიკოსები, პროფესორები რატო არ იღებენ ხმასო? იმათ აი ეს კომფორტის ზონა აქვთ. გასაგებია კომფორტის ზონა სხვა არის, მაგრამ მოდაში როგორ არის, ეხა უყურეთ რა ხდება. ამათ რო არ კონდეთ იმის საფრთხე და რო არ ეშინოდეთ ჩვენი, ხო? რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მოლაპარაკე ხალხი. რატო გვიკეტავენ ტელევიზიებს? რატო არ გვაძლევენ საშუალებას ნორმალურად ტრანსლების? თქვენი ტელევიზია დაკეტეს. იმიტომ დაკეტეს რომ ეშინიათ თქვენიც. ჩვენის ეშინიათ, იმიტომ რომ ჩვენც აგერ მოვადრო და ყველაფერი ითქვევა კიდე. აგერ სიგდეთი არ გვთავს, რაღაცა გარკვეული ზეწოლის ქვეშ ვართ, Facebook-ისგან საერთოდ რაღაცა დასანქცირებული. თქვენ იცით თუ არა, Facebook-ზე ხშირად ვლაპარაკობ. ერთ-ერთი ტელევიზია არსებობს ესეთი, არანაცური ოღონდ, ხო და უნდათ ვიღაცის მოწვევა. ოღონდ ეს იყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მოლაპარაკე ადამიანის და იმჟელეს და უარი თქვეს და რატო იცით? ჩვენო Facebook-ი დაგბლოკავს. Facebook-ი დაგბლოკავსო ჩვენო, იმიტომ რომ სწორად თქვეს ის ეგან არასწორად თქვეს, იმიტომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ვინც ლაპარაკობს, ის არის დაბლოკილი. და ტელევიზია, რომელიც ამ თემაზე არ ლაპარაკობს და Facebook-ზე არავითარი ბლოკი არ აქვს, უკვე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ყველა მსჯელობს იმითი თავისი გარკვეული იმითი რაღაცა რა მიიღოს, რასარგებელი მიიღოს. ამიტომ არის ჩვენი ეშინიათ, იმიტომ რომ იციან რომ ჩვენ მართლები ვართ, ეს თემა არის. აბა ეხლა შენ რომ ხარდაჭერა არ გქონდეს სიტყვაზე, ხო? ეხლა გირჩელები რატო უზით მუდამ სტუდიაში? ეს იაგო ხვიჩე, კაცი რომლის პატრიარქი არის ამერიკის ეუჩი. და კიდე რატო ვიღაცებს ეფოფინებიან ძალით ისინი როა პატრიოტები და რაღაცეები, ამ დროს არაფრის ბოდიში და ურეიტინგო ხალხი. იმიტომ რომ ვისგანაც საფრთხე არ იქნება, მათ ასპარეზი ეძლევათ, გესმით ხალხო, ვერ გებულობ თქვენ. და ვინც შეიძლება საფრთხე იყოს, იმას არც პარტიაში ექმნებინებენ, არც ტელევიზიის საშუალებით მიაცემინებენ იმას საშუალებას, რომ აი ეს პროპაგანდა გაწიოს. ჩვენ ეხლა გეუბნებით, ჩვენ ვართ, ჩვენ ტელევიზია კი ვართ, მაგრამ ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ ცენტრალური არხებისგან, რომელიც არის მაგალითად იმედი, რუსთავი, იმიტომ რომ მაუწყებლობთ გორიდან. აქ სტუმრები ვერ ჩამოდის. გვაქვს ძალიან ფინანსურად შემჭიდროვებული მეურნეობა ტელევიზიის. ვართ დარტყმებისა და ზეწოლის ქვეშ. ასეთ ფონზე რა უნდა გააკეთო კაცმა? ეხლა ტელევიზია გორში ეს ნიშნავს იმას, წახვიდე ტყეში, ჩახვიდე და ტყეში გქონდეს რაღაცა კორპუნქტი. იმიტომ რომ თუ გინდა შენ რომ გქონდეს რაღაცა ისეთი დიდი გარკვეული ასპარეზი უნდა გქონდეს თბილისში სტუდია, დაფინანსება უნდა გქონდეს და ყველაფერი მხარდაჭერა უნდა იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ მიუხედავად ამისა, ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს. ხო, აი ესეთ სიტუაციაში ყველა და თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა ჩვენ რომ თბილისიდან მაუწყებლობდეთ, ფინანსირება რო იყოს ჩვენი, აი რამხელა რეიტინგი ხდება ჩვენ. ამიტომაც არის ბლოკავენ, გუდავენ, ნელ-ნელა გვახჩობენ და ესე და მაგრამ ბოლოს ნახოთ ვინ და მოა გამოხჩობით და დახტვა. სულ მახსენდება ახლა რომ იმედზე რომ გამოდიან და ევროკავშირს და ნატოს რო აგინებენ. ორ წელნახევრის წინ ვიყავი, იცით ეგ ისტორია. ერთი წამოსდა რომ ნატომ ევროკავშირმა მოგატყუათ მეთქი და ქაბოტონი მაგდა მიჭერდა მხარს, არ მიდახლა საქმე გაუფუჭებდა. ის ვაჟი კენამ გადავარდა სკამიდან. ერთი თქვი რომ ევროკავშირი გატყუებით მეთქი. ის დღე იყო და ის დღე ისეთი შავი ლაგის ხაზი გადამისვეს და დღეს ვინც მიდის იქ ყველა ამბობს რომ ევროპის დედავატირე აგერ ბატონი ხაიდრავა. რომელიც ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ ხან კიდობანშია, ხან იგი კაცი გამოდის გათახსენებული ევროპაო. მაგას ვამბობ. 35 წელი მაგას ვამბობ. 4 წელია რაც მედიაში გამოვჩდი ხო, სხვა ტელევიზიები თუ მაუწყებლობა. 4 წელი ამას ვამბობ, რომ ეს ქვეყანა, ეს ევროპა არის დამანგრეველი. თუ ჩემი აგჯერათ, ვინც მოიპარეთ, ბატონებო და მილიონები იშოვნეთ. იმათ არ ვეხები.
აი ვინც კარგად ცხოვრობდით, სახლი ჰქონდათ, კარი ჰქონდათ, მანქანა ჰქონდათ, შრომით. შენ შემთხვევაში ნაწილობრივ შრომით. კომუნისტების დროს ვინც აყვავდით. იმათმა მაინც ამოიღეთ, ხმა რომ თქვი, იცი რა, მიშა, ნიკოლოზ, იგი ძმაო, მართალი ხან მოგვა, ეს მაინც თქვით. თუმცა ცოდვა გამღერლის ჯობს ძალიან ბევრი ამბობს მოგვატყუეს, ხა მე მაგ ხან გადამეტებულად რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება, იძახიან მოგვატყუეს, არ გვეგონა, მოგვატყუეს ბაკარ. ხო, მაგრამ უყურე მომიგოლოს ექიმი რო პაციენტს დააზარალებს, იმას ხო სჯიან. იქან შეიძლება ციხეში ჩასვა. პოლიტიკოსობა რა კარგი გახდა, იცით? არაფერზე პასუხს არ აგებ. 10,000 კაცი დაღუპე, 300,000 ტოლულად აქციე, სოფლები დაკარგე, კაცის შვილი მომკითხავი არა, რატო გააკეთეო? ბიჭო, მეც მინდოდა ბიზნესი, დაწყება, არა მაქვს ბიზნესი ნიშნა, არც მიკეთებ, მაგრამ მე რო ამეღო კრედიტი, ჩამედო ბინა. და ბინა გამოვეგდეთ. ხომ ეტყოდნენ, თუ ვერ გასაზღვრე, თუ ვერ გათვალე, რა მოყვებოდა, რატო აკეთებ შვილო ამას? არა, ფული მინდოდა რომ ჩემი ოჯახი კარგად ყოფილიყო. ბიჭო, თუ არ იცი ეს საქმე, გაანებე თავი რა, გათვალე რა, რო აცხადებ რომ მე ნატოში, ეხლა დღეს, აი ხა განცხადების პრემიერის განცხადებას. მოსკოვშიც გაბრაზებულები არიან, იმისი ბატონი ხაინდრავას განცხადებით, ევროპას ორივე მხარეს უგზავნით ისეთ მესიჯებს, რომ ორივე მხარე ბრაზდება. ჩვენ გვაქვს სხვა მომენტები და ეს არის გადასალახი. კი ბატონო. ჩვენ აზროვნება შესაძლებელი. არაზროვნება კი არა, ბევრი რამე შესაძლებელი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება ეს გვიანი იყოს. მადლობთ ბატონი მიხეილ ჟღენტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ამით მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხვალ შეხვდებით ერთმანეთ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.